სიცოცხლის სხემ კიდევ ერთი განსაკუთრებული პროექტი განახორციელა. ამ პროექტით გვინდოდა გვეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც რომ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი თემა არსებობს და ეს თემა არის ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში. პროექტი ჰელადოსი, ანუ თეატრალური წარმოდგენა ჰელადოსის აღდგენა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შეზღუდული შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობენ სპექტაკლს ნუდარ დუმბაძის მოთხრობებზე დაფუძნებით და აი ამ სპექტაკლში ისია მოწყობილი ყველაფერი, რომ ვერავინ ვერ ხვდება ვინ არის შეზღუდული შესაძლებლობების და ვინ არის არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან ვინ არის განსაკუთრებული საჭიროებების და ვინ არ არის განსაკუთრებული საჭიროებების. სადაც სიცოცხლის ხე ამაყობს კიდევ ერთი პროექტით, რომ ჩვენ მოვახდინეთ თეატრალური წარმოდგენა ჰელადოსის აღდგენა. ეს მათი დამსახურებაა, რომ საერთოდ შედგა ეს პროექტი, განხორციელდა, თუმცა აქამდე მე არ მეძლეოდა ეს საშუალება, იმიტომ რომ ბევრი რამ შევინარჩუნე და შევინახე, ხო, ეს დეკორაციის რაღაც ნაწილები, მაგრამ არც ერთი კიბე, არაფერი ჩვენ არ გაგვაჩნდა და ამისი აღდგენა ყოველთვის იყო რაღაც განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული. ამიტომ სწორედ ამიტომ მივმართე ამ ფონდს ამ თხოვნით, რომ აი ეხლა ჭირდება ამ თაობა სწორედ დღეს ამისი აქტივობით მოტანა ამ სათქმელის და ხოდა სწორედ მათი ხელშეწყობით მოხდა ამ სპექტაკლის აღდგენა. სამუშაო იყო არანორმალურად რთული, მით უფრო რომ აქ სცენაზე ახლა დგანან ბავშვები ზოგიერთი გარკვეული პრობლემით, ზოგიერთი აბსოლუტურად უპრობლემო, მაგრამ ვთვლი რომ გაცილებით დიდი პრობლემა აქვთ ის რომ ის ძირითადი ღირებულებები, რაზეც იდგა ამდენი ხნის მანძილზე მთელი ჩვენი ერი, ქვეყანა და ასე შემდეგ, ეს ღირებულებები აღარ არის და მათთვის ეს მიუღებელია ხშირ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისში, ბათუმში ტარდება და ჩვენი პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებში ხორციელდება. გვიხარია, რომ ანალოგიური პროექტები მეორე საგრანტო კონკურსშიც გაგრძელდება და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც რომ არ არსებობს.